ის რაც ეხა ხდება ამაზე შეკრებას ვაბრობდი მე მაგალითად ახლობთ ერთი წლის წინ კი ბატონო იგივე მახსოვს კი ხო სხვადასხვა ეთერებში კი ეს იყო ძალიან მოსალოდნელი სცენარი და მათ ვერ შეძლეს პირველ რიგში ერთიანი რაღაცას ხედვაზე ჩამოყალიბება და სტრატეგიას შეჯამება რომ აი ძალისხმევის საერთობა ეფექტური ყოფილიყო ბრძოლაში რატო და მე აი რაც არჩევნებს შეეხება მე ვიყავი მომხრე იმისკენ რომ თუ შენ არა გაქვს წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა ფორმების აქტიური წინააღმდეგობა დავარქვათ გაწევის უნარი ვერ კოორდინირდები და ვერ მართავ ამ პროცესს თავარია ბოიკოტის პირობებში ბოიკოტი კაი თქვათ აღარ მითხნა ამის იქ რა არის ხო მაშინ უნდა იყოს ის რაც ეხლა თქვა აქტიური წინააღმდეგობა ხო რაღაცა გაფიცვები არ ვიცი სხვადასხვა ფორმები რაღაცა ძელის გადაკეტვები მაგისტრალების არ ვიცი წასვლა ამ რაღაცა დაჯარიმებებზე აგერ ამ შედეგად ვინც აირჩია გზა ბოიკოტების და ეგეთი ხეშია უკვე იდეის მაგრამ მე სხვა რაღაცას გულისხმობ ხო ხდები ერთიანი წინააღმდეგობა თუ ამას ვერ გეგმავ და ვერ აკეთებ მე ვემხრობოდი რომ მაშინ ყველა არჩევნებს კი ბატონო და ამ პროცესში შევუტეთ და იქ იყოს დინამიკა პროცესი მინიმუმ და თუ გამოვა რომ რაღაცა წარმატებას მივაღწიო ხო ძალიან კარგი ხა ბევრი გამაკრიტიკებს ეხაც და გასაგებია არგუმენტი რომ ამის შანსი არ არის იქაც გაჭირდებოდა რომ ეს ლეგიტიმაცია იქნებოდა ესეთი ბრძოლის ფორმაც მაგრამ მე არ გაგაკრიტიკებ რა არის ყველა დიდი ტერი რაც ეხა ხთან პროცესში და ეს არის ნიჰილიზმი რაც მოქმედებს პროტესტიც რა მათ შორის და პროტესტის სიცოცხლის უნარიანობაზე პროტესტს რა